დაგეგმილი ჰქონდა რომ დღეს უნდა ჩამოვსულიყავით თელავში, რათა კახეთის პრობლემებზე გამოგვეკითხა, რას ფიქრობს საზოგადოება. დაგვხვდა ესეთი ვითარება. ხევის განაპირა ადგილები წყალს მთლიანად დაზიანებული აქვს. ჯებირები მონგრეული არის, ასფალტის საფარიც მონგრეული არის. პირველი სართულები და სარდაფები, როგორც ადგილობრივები ამბობენ, დატბორილია. ჩამოვედით რომ გველაპარაკა იმ პრობლემებზე, რომლებიც აქამდე აწუხებდათ კახელებს და დაგვხვდა ის პრობლემა, რომელიც აქამდე ყოფილა, დღესაც არის და სამომავლოდაც იქნება, რომ არასწორი მიდგომა. სწორი მიდგომა, იმიტომ რომ ჰიდროლოგია გათვლადი არის, ნაპირსამაგრის სამუშაოები გათვლადი არის, აქ ზემოთ არის ხევი. ეს ყოველთვის ესე იქნება, ეს არის რისკ ზონა. შესაბამისი ყურადღება ჭირდება ამ ადგილს. კი, რასაკვირველია, სტიქია არის, მაგრამ ეს სტიქია პროგნოზირებადი არის დასახლებულ ტერიტორიაში და მისაღები არის შესაბამისი ზომები. ამ საკითხზე აუცილებლად თელაველების აზრსაც მოგახსენებთ. ჩვენ სადაც ვდგავართ, ხევის ტერიტორია არის? ეს სადაც ვდგავართ, გზა არის კორპუსებთან მისასვლელი. მოხდარზე ხო არ დაგველაპარაკებით, რა ხდება, როდის დაიწყო? დაგველაპარაკები, რა იყო, როგორ იყო? დაგველაპარაკებით მოხდარზე. არა, მithemot. ქვემოთ არ დაიწყო რა? არა. დაგუდულს მეძინ არ წესოტრებია, ეხლა მოვედი. ისე ამუბნელი ბრძანდებით? არა. რა ბრძანეთ? ეშინიანთ ლაპარაკისა სიმართლეს არავინ არ იტყვის. რატო ეშინია? იმიტომ რომ აქ მუშაობენ და მოიხსნიან. აი რატო? არიცი ამ ხელა ბიჭმა მეშინოდა შვილო ამ ხიდისა და ამ იმისა, რომ არ გადმოვარდნილიყო. წყალი, იმიტომ რომ სავსე იყო გასაწმენდით იყო, სავსე იყო ყველაფრით. ეხლა მე ჩემი თავი მენანება 79 წლის ქალმა საწავიდე პური მჭირდება. პური წამლები რომ დავლიო. არც არავის ჯავრი არ აქვს. აი ეს უნდა მომხდარიყო აი ამ ყურადღებობის გამო. მაიყვანონ ეხლა წმულებული კალმახელიძე და აკრეფინონ კალმახები. კალმახები კრიფოს. კონკრეტულად აქ რატო მოხდა, როგორ ფიქრობთ? რატო მოხდა? ჩაიკეტა იქ ვიწროიცა გასასწრებელი იყო ხევი. გასასუფთავებელი იყო? იყო, მაგრამ თვითონ ხევი თუ იყო გაწმენდილი ქვახორჯისგან? არა, ხევი აქ გაწმენდილი იყო. გაწმენდილი იყო. კი, აბა აქ რა ადგილი არის ესეთი, რატო ჩაიკეტა? ხეები წამოვიღო, ხეები წამოვიღო ეთქობა ზემოდან. და ვეღარ გაატარა იმ ხიდმა ეს ხეები. უბრალოდ ის ტოტი საიდან ხმელი ტოტები საიდან გაჩნდა ის ტოტები? თუ გაწმენდილი იყო ტოტები საიდან გაჩნდა? ეს ხმელი ტოტებს რა გამოილებდა იმას? უნდა გასულტავდეს. მახსოვს წლებია, რაც Facebook-ზე სადეო, სოციალურ ქსელებში სუდეო. რომ ხალხი რო იცახიან, რომ თავიდანვე რო ეგ შევიწროებულია, ჯერ ხიდ იმაზე. უნდა თავიდანვე უნდა გაფართულიყო ნელაო. ეგ ესაო. ხო და ეგ თავიდანვე უნდა ეგეთ რაღაცა დატრიალდებაო. მოხდებაო წლების ეგ რამდენიმე წლის უკანი ძახოდნენ. მაშინა ნაციონალებს აბრალებენ, მე რა სულ არ მაინტერესებს, მაგრამ რო რაღაც ესეთ უიკალცა და ნაციონალებს აბრალებენ სულ. ამბავი ახიდი რო იყო შევიწროებული და იმიტომ ჩაიკეტა რომ შევიწროებული. იმიტომ რომ ტოტები, ბევრი ტოტები წამოიღო. ერეკლეს მუზეუმში მიბრძანდით და იქ გაგცემენ პასუხს. ვინ იყო ერეკლე და ვინ არიან დღეს? სამთავროს პროტესტავენ. ერეკლეს იცავენ დღეს ვინც არიან? ძალიან სეთქობა გარდა, ძალიან. ერეკლეს იმით დაზდილები ვაშკაცები არიან. ესენი ით არიან დაზდილები. აუ, რა გითხრა რა, არ ვიცი. ყოფა ცხოვრება როგორია? უკეთესდება თუ არა? უმჯობესდება თუ არა? არაფერი არ ეთქობა რა. არაფერი. ჩემთვის აზრი არა. ეგრეა. იმედი გაქვთ თუ არა რომ გამოსწორდება? იმედის უმაყუ იმედო ადამიანები არ მინახავს ცხოვრებაში. იცოცხლე მადლობა. აი ერთი ეგრე კეთყვი რა. ცუდად არ გამიგომა რა. აი ცხოველი რო იყოს თუ გინდა რა. აი ღორია ვიყოთ. კარგი დედა ღორი. წავა და სადღაც ტყეში გაიყვას და აჭმევს თავი გოჭებს და ცუდი. თავის ესავე ჭამს რა. აი ეგრე გვიშვებია რა. ამაზე ვერაფერი ვეღარ ვიტყვი.
სრათ რო ვიჯდეს უფრაზე კარგად გელაპარაკებოდი, მაგრამ ეხლა მოპატიე. იცოც, ნადობა. მინდა რომ მე ჩემი ფული მქონდეს. ასაგებ. ჯერ შემიძლია, ენერგია მაქვს, მე ჩხუბებიან, აი მზისგან დავიწი, როგორ მაინც გამოვდივარ ბაზარში. აბა რა კეთდება არაფერი. საერთოდ? მეც უხელი სტიქია იყო და კი. დაანგრია. სტიქიაზე მაგაზე ხალხი ამბობდა და რომ სათავე ნაგებობა იყო გასაწმენდიო. და არ გაიწმინდაო და მაგის ბრალი არისო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? კი, ეგრეა. აბა სხვა რის ბრალი უნდა იყოს. ჩაიხერგა და სხვა მიმართულებით სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით რამდენად კმაყოფილი ხართ, რას ფიქრობთ? არა, კმაყოფილი არავინ არ არის. რა შეიძლება კეთდება. რამდენად კმაყოფილი ბრძანდებით? კი. არაფერი არ გაკეთდება. არ კეთდება? არა. საერთოდ არაფერი? აბა რა ვიცი, ეგრე არა, აჰა. კი. ამ ბოლო პერიოდში. რა თქმა უნდა, კაცო, მაგალითად რა გავიხსენ ახლა თელავში მაგალითად რაც მოთხოვნილება იყო, რომ წყალი ყოფილიყო 24 საათიანი ყოფილიყო დენი ნორმალურად. ისა არის და ახლა გაზი, დენი რაც პირველი სიდება ადამიანს, პირველი ისა. არაფერი არ აკეთდება ხალხისთვის, რომ ისე აი გარეთ გზები, წყლების რამე ესენი გაკეთდა კი. ფულიანი ხალხი თვინ იაფია და უფლებითი თვინია. ვინ უფრო ბევრია ფულიანი თუ უფულო ქვეყანაში? ამ ქვეყანაში ფულიანები უფრო ბევრი იქნებიან. ხო? ვიდრე უფულოები. ჩვენთან. უფრო მეტი მდიდარი არის საქართველოში ვიდრე ღარიბი? კი, კი. მეხუმრები ხო? ამ ქვეყანაზე ერთი რამეა, რომ ყველა თავის მკვდარს ატირის. სულ საკუთარ ატირის ძნელია და სულ ყველა თავის მკვდარს ატირის, რა ვიცი, პაპი. რისი ბრალია საერთო არა გვაქვს? საერთო არა. ქართულ ერთ როცა ექონია საერთო. სულ ერთმანეთს იტრები არიან. გაქვთ თუ არა იმედი რომ შეიძლება ერთობა მოვიპოვოთ? ეს იმედი ნუ გავუშალოთ ღმერთმა. დღეს რამეს ხედავთ თუ არა რომ აქეთკენ მიდის საქმე? შენ ხედავ ვიჯო. საითი ყურებია, დაინახავ თუ არა? თამაში როგორ მიდის? კარგად. ცხოვრება? ერთო. უნიკალურად არის ცხოვრება, უნიკალურად. ხა მე ძალიან როცა კარგი ხდება, ძალიანაც ჩემი ქვეყანაა, ჩემი ქალაქია, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგი დავინახო, მაგრამ კახეთი ნამდვილად არ იმსახურებს ამას, არც საქართველოს და არც არავინ. ქვეყანა უნდა იყოს უფრო ყოველთვის პროგრესული და განვითარების გზით მიდიოდეს და ჩვენ ამას ნამდვილად ვერ ვხედავთ. ხო აქვთ არა რაღაც გარკვეული ფინანსები თუ დაფინანსება, რომლითაც უნდა მოახმარონ და რაღაცა სასიკეთო იყოს ქვეყნისთვის. კიდევ მეორე ხა მე მიზეზებზე ლაპარაკს არ დავიწყებ. ძალიან კარგად ვიცით ყველა მიზეზი. არ არის აქ დიდი ინტერესი არც ქვეყნის აღშენებლობის, არც ქალაქის, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ეხლა ჩაი იქნება ეს, მანდარინი იქნება თუ ღვინო იქნება, ეხლა ინდონეზიაზე გადავამუშაოთ, რომ ჩვენ ევროპაში გავიტანოთ. ეხლა ევროპაში ეხლა ცოტა სხვა დონეს თხოვლობენ, რა თქმა უნდა. ჩვენ უფრო ეხლა რა თქმა უნდა ეხლა რუსეთის ბაზარი გვაწყობს, იმიტომ რომ რუსეთის ბაზარი უფრო პროდუქციის ხარისხი არ გვივარგა. და მაგიტო გვაწყობს რუსული ბაზარი. ესე არა ეხლა თუ ეხლა ხარისხიანი პროდუქტია ევროპაც მიიღებს ჩვენ პროდუქტს უფრო შემოსავალი უფრო მეტი გვექნება. ეს ერთი. მეორე ჩვენსაც საქართველოს ქვეყნისთვისაც კარგია რა ალბათ რა რომ ეხლა ნორმალურად წესიერი პროდუქტი როა რა თქმა უნდა ეხლა ხალხი როგორ ფიქრობთ აქამდე ის რატო ვერ მოახერხეთ? ყველა აქამდე რატო ვერ მოახერხეთ? ალბათ ისე რომ ეგ უკვე ხალხის ბრალი არ არის, ეგ უკვე სახელმწიფოს ამბავია რა. კეთესობისკენ თუ მიდის. მე ვარ ვასიკო ივანოვ ჩიქოვანი პროექტის სახალხო მოამბე. თქვი რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ხალხის ხმა არ ისმის და გამომიშვეს სამსახურიდან. ხალხის ხმა? არაფერს არ ისმის. აი მეც მაგი ვთქვი და გამომიშვეს სამსახურიდან. ეხლა მეც გამიშვები. იგეთ პირველად საქმეა რომ გლეხი იზოლებული ხდება ვენახე გაკაფოს. მოდი შეცად, მოდი ამაიღე ხმა. ვენახე ხო გავაკ. არჩევნებში თუ მონაწილეობ, თუ დადიხარ ხმას თუ აძლევ? დავდივარ. არ ვაცდენდი და ეთყობა ეხლა აღარ წავალ რა ვიცი. რატო არ წახოთ? ვინც ავირჩე ყველა აჩეთ. რამდენი ვირის ვიყიდე ყველა გავამადგავ. ჩემ საქმე ეგრეა იმიტომ.
ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა თელავში არის ის, რომ რეალურად ჩვენ არ წყვეთ ჩვენ ბედს. და ეს ამ თავარი პრობლემა, რაც მე დანარჩენ სხვა პრობლემებს, აი ესე აზვავებს და როგორ აი მიაღვარივით მოაქვს. ანუ პატარ-პატარა გამარჯვებები გვინდა, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ რაღაცა მოვითხოვეთ, მოგვეცა და კმაყოფილები დავრჩით. დემოკრატია მუშაობს ასე. მე ხა ბებია ჩემთან ჩამოსული და ამ ეტაპზე ვიცი ბებია ჩემი ვერ ცხოვრობს, როგორც უნდა ცხოვრობდეს. პენსიონერების მხრივ განსაკუთრებით უჭირს რეგიონებს. სოციალური პრობლემებიდან იწყება ყველაფერი საბოლოო ჯამში. ალბათ ეს უნდა გამოსწორდეს და ამას უნდა მიეხედოს. მე უკვე ნელ-ნელა ყველაფერს მიეხედება ჩემი აზრით. ახალგაზრდებს შეუძლიათ თუ არა სადმე განპირთვა, დასვენება? ნამდვილად მაგეთი ელემენტარული სურვილი მქონდა კინო მაინც გახსნილიყო და ჯერჯერობით 2026 წელია კინოც კი არ არის თელავში. ხა ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, მუშაობ საკმაოდ ესე თუ ისე რთული გრაფიკით, მაგრამ როსაც ქვია არსებობისთვის მუშაობ, პირდაპირ ვთქვა და მით უმეტეს და ჩემი მაგ ბიზნესშია, ვენახებში მუშაობს და მით უმეტეს როგორც ხარე მზეზე უწევთ დილაობით ღამის 4 საათზე მიდიან სამუშაოდ. მაქედან გამომდინარე ძალიან ცოტას იღებენ ბოლოს და მეტი წილად მართლა არ უფასდებათ. უფრო კარგი იქნება რომ უკეთესობის ფიქრი გქონდეს. მომავლის იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მომავალი თაობა შეცვლის რამეს. მაინტერესებს მათე დევიძეს შესახებ თუ გსმენიათ რაიმე? თელაველი სტუდენტი არის 21 წლის ბიჭი, რომელიც აპროტესტო აქციაზე დააკავეს და 4 წინახევრით მიუსაჯეს ციხე. ეგ არანაირად არ არის გასამართლებელი. ახალგაზრდობას რო უფრო მეტი პერსპექტივა უნდა მივცეთ და თავისუფლება მივცეთ, შეიძლებოდა ბევრი კაი სასიკეთო საქმე გაეკეთებინა ამ 4-5 წელში მაგ ბავშვს პირადად. მათე დევიძეს შესახებ თუ გსმენია და რას ფიქრობ მის დაკავებაზე? კი, მსმენია. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემ ხელა ახალგაზრდობა ესე ციხეში ზის და ესე ამდენი ხანი უწევს. გამოკეტვა გისასებს შორის რა. ძალიან რთულია. თელავში რაც მესმის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა და ნუ ეხლა მე რასაც უყურებ კიდე მისი დაც მახსოვს აი რაღაც ძალიან კარგი ახალგაზრდები ისამაყო და ჯანსაღი რომელიც ჩვენ მომავალს ჭირდება და ასეთ ახალგაზრდებს უნდა ყველა გვერდში დაუდგეს ეს ჩვენი მომავალია და ამათზე უნდა ვიზრუნოთ და არა დავიჭიროთ და მასეთები ბევრი ყავს. რას ფიქრობთ თქვენ მაგაზე? ახალგაზრდა ბიჭებს არ ნაიბეტევდნენ ეგრეს საციხეს. არ ნაიბეტევდნენ, მაგრამ თვითონ ახალგაზრდებიც უნდა მოვიდნენ აზე, რატომ, რისთვის, აი სხვისა ესე ჯერა რომ აი სხვები აქეზებენ, აი ეს რაღაც თავის იდეა კი აქვს, უნდა ევროკავშირიც გვინდა, სულ ყველას გვინდა, მაგრამ როგორ რა გზით ეგ სხვა არის. არა. 21 წლის ციხეში გახდა. ნუ მე არ ვერევი ეგეთი არ მაინტერესებს ეს პოლიტიკური საკითხები და რაღაცები. რატო არ გაინტერესებთ თუ საიდუმლო არ არის? არა ვარ პოლიტიკური არ მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ვარ დასაქმებული ჩემი საქმიანობით, ჩემი მით და სახელმწიფო საკითხები არ გაინტერესებთ. სახელმწიფო საკითხები რაც მაინტერესებს, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ წყალი გქონდეს, დენი გქონდეს, გაზი გქონდეს, გზები გქონდეს ნორმალური და ესაქვიანდა. როდესაც მათეს პროტესტი გავაკეთეთ თელავში და ჩავიარეთ ამ ქუჩაზე მათეს სახლისკენ რომ მივდიოდეთ, მე მახსოვს რომ სრულიად უცნობი ადამიანები ფანჯრებიდან გვესალმებოდნენ და საქართველოს დროშებსაც აფრიალებდნენ მათ შორის აი ამ ქუჩას ქეთევან წამებულზე. გული დამწყდა რომ სამეზობლოში არ გამოვიდა იქ ბევრი ადამიანი. უშუალოდ მისი მეზობლები. მაგაზე გული დამწყდა. ნამდვილად არასამართლიანია, იმიტომ რომ თუ ცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომ ყველას აქვს სიტყვის თავისუფლება და შეუძლია ხმამაღლა თქვას მისი აზრი, მით უმეტეს პატარა შემთხვევის გამო 4 წელი არ უნდა დაუნგრიონ ახალგაზრდა ადამიანს. არასწორი იქნება. არა თუ აი ამ ადამიანს გამოსწორების შანსი ექნება ან სამომავლოდ წინსვლის, უფრო უკან დაწევს. დიდი მადლობა, მორიე. არა, ფერს მადლობა, გაიგე. ასეთი იყო სახალხო მოამბის მორიგი ეპიზოდი თელავიდან, რომლის გადაღებამაც ქალაქში მომხდარი სტიქიის გამო ცოტა უჩვეულოდ ჩაიარა. ეს ასევე არის სახალხო მოამბის სეზონის ბოლო ეპიზოდი. უკვე შემოდგომიდან პროექტი ჩემს გარეშე, თუმცა იგივე გუნდით გაგრძელდება. მე თქვენთან ერთად მაყურებლის ამპლუაში დაველოდებით თითოეულ ეპიზოდს იმისთვის, რომ მოვისმინო მთავარი თქვენი აზრი. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ყველას, ვინც გველაპარაკა, ვინც მოგვისმინა და ვინც გვენდო.
საზმაო ხალხს თავისუფლება და სოლიდარობა მზია ამაღლობელს, მათე დევიძეს და სინდისის ყველა პატიმარს.